მეგაჩვენებთ როგორ წავუსვათ ციტოკინოვая პასტა ის ფოთოლს. ვიღებთ ნემსის წვერს, სუფთას, სპირტით დამუშავებულს. ციტოკინოვая პასტა ძალიან თხილი ფენა უნდა ამოყვეს. ეს ფოთოლი, რომელიც დასაფესვიანებლად გვინდა, დაახლოებით აი ამ სიგრძე ღეროზე, აი ეს ერთი თითით ქვემოდან, ერთი თითით ზემოთ ვისმენ. აი ესე. წასმა ხდება. აი, ვიღებთ, კარგად და გვიჭერია ღერო. ძალიან ნაზად ესე ჩავჭერთ. იმავე ადგილას ვაძლევთ სიღრმეს. აი ეს. ეს არ არის მახათი, ეს არის ოდნავ მოდიდო ნემსის წვერი. აი ესეთნაირად უნდა ჩავიდეს. მე მგონი ყველა ხედავთ. ის ფოთოლში ნემსი. პასტა ბოლომდე სიღრმეში უნდა ჩაუვიდეს კარგად და შემდეგ დავფარავთ. აი ესეთნაირად. 20 წუთი გავაჩერებთ ის ფოთოლს რომ გაშრეს. მიწა უკვე დამზადებული გვაქვს. დასაფესვიანებლად ვრგავთ. ესე ჩავდებთ. სასურველია არ დავასათბოროთ 2-3 დღე. თავახდელად გავაჩეროთ. მინდა გითხრათ დაფესვიანებულ ის ფოთოლს, რომელიც აყოლებს. ეს მაგალითად არ აყოლებს, მაგრამ ესე გაჩვენებთ როგორ უნდა წაისვას. თუ ატყობთ რომ თვეა უკვე 2 თვეა არანაირი ძრა არ აქვს და შულიკოს არ აპირებს, მიწას ოდნავ სიღრმეს მისცემთ. ხედავთ ალბათ. ღეროს ჩოთკით ვუსუფთავებთ. შეგიძლიათ ბამბით, ეს როგორ მოგეხერხებათ. იგივე მეთოდით ესე ჩავჭერთ. ამ პროცესის შემდეგ სასურველია მიწა არ მოვაყაროთ. დავდოთ, გავაჩეროთ 20 წუთიც. შემდეგ შეგიძლიათ დააფაროთ. მინდა გაჩვენოთ აი ეს ძველი სელექციიდან დაფესვიანებული მქონდა. ესეც არაფერს არ აპირებდა. 2 სხვადასხვა გოგოა, რომელსაც წაუსვი და შედეგი მომცა 12 დღეში. სხვათა შორის პატარა შვილიკო დაუნახე აი ამას. ეს არ არის მახსოვს, არ დავკვირები ვარ, ეს ზუსტად მახსოვს. მაისში დაფესვიანებული აგვისტომდე. არანაირი ძვრა არ ქონდა ისეთი. გახდა ისეთი. ესეც კიდე აი იმის შედეგი. სულ ეგ არის ციტოკინოვая პასტის წასმა.